ისტორია არის ერთგვარი სპირალივით არის, ანუ ყველაფერი ზუსტად ერთ-ერთში არ მეორდება, მაგრამ პარალელების გავლება ძალიან კარგად შეიძლება. შეიძლება ითქვას, რომ საბჭოთა კავშირიდან გამოთავისუფლების შემდეგ საქართველო აი რომ წარმოვიდგინოთ და ზოგადად რუსეთის ბატონობის შემდეგ ფაქტობრივად დაუბრუნდა ისე მე-18 საუკუნის ბოლოს, ანუ იმ დროის მდგომარეობას დაუბრუნდა, როდესაც ის შეათრიეს რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში. ხა რას გულისხმობ, ხო, რა თქმა უნდა, ხა მთლად მე-18 საუკუნე არ იყო, მაგრამ ფაქტობრივად იყო ხალხო, ანუ რო წარმოვიდგინოთ, ანუ ქუჩაში იყო ყველანაირი არეულობა, ადამიანები ერთმანეთს კლავდნენ, კანონი არ კანონობდა. ხო, მონობა კი ბატონო, ოფიციალური მონათვაჭრობა არ ერქვა, მაგრამ ხალხი ისეთი პირობებით მიდიოდა უცხოეთში, მართლა მონობა იყო, არალეგალურად რო გარბოდნენ და ტყეში მირბოდნენ და მგლები მისდევდნენ საბერძნეთში რო გადადიოდნენ. შუქი არ იყო, წყალი გაზი, ანუ ის საყოფა ცხოვრებო, ესე ვთქვათ, სიკეთეები, რაც მე-20 საუკუნე მოიტანა და არაფერი არ იყო. ამიტომ რაღაცით ნამდვილად გავს ჩვენი საქართველოს სიტუაცია 90-იანების. Ну, მოდი პირობითად შევადაროთ, ხა ევროპულ ქვეყანას რო შევადაროთ, საფრანგეთის რევოლუციის და საფრანგეთის მე-18-19 საუკუნის მიჯნებს. აი პოლიტიკურად გავს. თარიღებიც აი ძალიან სიმბოლურად, ანუ იქ იყო 1799 წელი, ბასტილიის დაცემა და შემდეგ უკვე რევოლუციური პროცესების დაწყება, ჩვენთან იყო 1989 წელი. შემდეგ 90-იანები იქაც იყო არეულობის პერიოდი და ჩვენთანაც არეულობის, ხო, ოღონდ ის იყო მე-18 საუკუნის 90-იანები და ჩვენთან მე-20-ის. შემდეგ მოვიდა საფრანგეთში ნაპოლეონის ეპოქა, რა დროსაც ძალიან დიდი პროგრესი მოხდა, ბევრი მიმართულებით განვითარება, თუმცა ძალიან ბევრი პრობლემებიც იყო, ხო, ადამიანმა მოახდინა ძალაუფლების უზურპაცია. და შემდეგ 1812 წელს მისმა მარცხმა გამოიწვია ხელისუფლების დაკარგვაც მის მიერ. დაახლოებით იგივე რომ წარმოვიდგინოთ ახლა ქართულ რეალობაშიც, რა თქმა უნდა, ნაციონალური მოძრაობის მმართველობის პერიოდი დაკავშირებულია ძალიან დიდ პროგრესთან. ბევრი მიმართულებით, თუმცა ასევე ვიცით, რომ ძალიან ბევრ პრობლემებთან, ხელისუფლების ხელში ჩაგდებასთან, კონცენტრაციასთან, ხო, ის 2011 წლების საკონსტიტუციო რეფორმა. თუმცა შემდეგ ზუსტად 2012, ანუ ამ შემთხვევაშიც 12, მაშინ 8 და ეხლა 2012 გახდა ერთგვარი ესეთი სიმბოლური თარიღი ამ პროგრესული ხელისუფლების მიერ ხელისუფლების დაკარგვისა. შემდეგ საფრანგეთში დაიწყო რესტავრაცია, ანუ წარმოვიდგინეთ 1799 წლამდე არსებულ მდგომარეობაში მიბრუნება, ანუ უკუსვლა. მონარქიის დროინდელი მოხელეების დაბრუნება, ისევ იმ ძველი ნაფტალინიანი ელიტის გარეთ გამოსვლა და მათთვის ისევ ქონების და ძალაუფლების დაბრუნება. იგივე შეგვიძლია ვთქვა, ხდება 20-იანი წლების საქართველოში და ქართული ოცნების მმართველობის პერიოდი არის ფაქტობრივად ერთგვარი რესტავრაცია შევარდნაძის და საბჭოთა კავშირის რაღაც შერეული პერიოდის. ძალიან ბევრი შევარდნაძის დროინდელი დიდ მოხელე მოიყვანეს ისევ ხელისუფლებაში. მათი ოჯახის წევრების შვილები და ნათესავები გააპარპაშეს ისევ. ანუ მართლა გავს აი ესე, ნუ რა თქმა უნდა, ბევრი განსხვავება არის, ახლა ის მე-19 საუკუნე იყო, ეს 21, ახლა ის საფრანგეთია და ის საქართველო, მაგრამ აი არსობრივად შეგვიძლია ბევრი მსგავსებას დავინახოთ. ეხლა მომავალი რა არის, ხო, ეს წლები საფრანგეთისთვის, აი 1820-იანი იყო, რა ვიცი, სიბნელის პერიოდად ერთგვარად შეფასებული, ესეთი უპერსპექტივობის და წარსულში დაბრუნების. 30-იანი წლებიდან კიდევ განახლდა საპროტესტო მუხტი საფრანგეთში მე-19 საუკუნის და შემოვიდა, ნუ ხელისუფლება იძულებული გახდა გარკვეულწილად უკან დაეხია და შემოიტანა ისევ რაღაც პროგრესული ელემენტები ხელისუფლების დანაწილების, რაღაც შეერბილებინა, ესე ვთქვათ, ადამიანების მიმართ პოლიტიკა. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია, რომ ისე სიმბოლოებით თუ მივყვებით,
Გამოვთქვათ იმედი, რომ იქნებ 30-იანმა წლებმაც, მე 21 საუკუნისა, მოგვიტანონ მეტი პროგრესი და განვითარებისკენ დაბრუნება, ანუ წარსულიდან ბოლო საწმყოში და შემდეგ მომავალშიც.